პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენ უკვე შემოგვიერთდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია, რომელთან ერთადაც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ზოგადად სექტანტობაზე და მის ერთ-ერთ მიმდინარეობაზე გურუიზმზე. მოგესალმებით მამაობიძე. მერტო დაუგზავთ. მამაობიძე, ალბათ უპირატესად იქნება ჩვენ საუბარს თუ კი დავიწყებთ. მე ამოვიწერე უწმინდესი სიტყვები, რომელიც ბრძანებს სექტანტობასთან დაკავშირებით შემდეგ რამეს, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ღმერთის არსებობასა და რელიგიის აუცილებლობაზე ყველა საუბრობსო. თუმცა ასევე სამწუხაროდ ბევრს ლაპარაკობენ აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. მოვიდა პირველი კითხვა ასე დაგისვათ. Ამდენად არის ეს ყველაფერი, ანუ ეს რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლების ქადაგება ერთგვარად მაპროვოცირებელი და ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენში ბოლო დროს ასე მომრავლდა სხვადასხვა სექტები. ამჟამინდელი მდგომარეობა სექტების მომძლავრების თვალსაზრისით, როგორც საქართველოში, ასე მთელ სოფლიოში საკმაოდ საგანგაშოა. ამას მრავალი წინაპირობა აქვს და ერთ-ერთი წმინდა წერილში პირობა ასეთი სახით წარმოიდგნის. უმეც არ იყვნენ იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თვისა სიმართლესა მას იძიებდნენ დამტკიცებად. ეს არის ის მდგომარეობა, რაც ნათლად წარმოაჩენს არაქრისტიანულ მიმდინარეობას და სექტანტობას. თუ ერთთრიანობაში დავახასიათებთ, მას წარმართული ხასიათი აქვს. ადამიანს ბუნებითად აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება, რა თქმა უნდა ის ცდილობს იყოს თავისუფალი, მაგრამ მთელი სიმცდარე მდგომარეობს რაში სექტანტობის, რომ ადამიანი თავისუფლებას ეძებს ღმერთის გარეთ. თქვენ ახსენეთ გურუიზმი, ვინ არის გურუ? იგი არის ლიდერი ამ სექტის. თავიდანვე რომ მაყურებლისათვის ცხადი გახდეს გურუსადმი ცდარი დამოკიდებულება, ასეთ ფრაზას მოვიყვანთ მათევე ნაწარმოებიდან. თუ შენ გაგიჩნდა პრობლემა ღმერთთან, მაშინ მიმართე გურუს და თუ გურუსთან გაგიჩნდა პრობლემა, მაშინ არაფერი გეშველება. ეგ წარმოგიდგენიათ, პიროვნება ანაცვლებს ღმერთს და სექტანტი ბრმად ემორჩილება გურუს. და იმის გამო რომ გურუს იქეთ გზა აღარა აქვს, იმიტომ რომ ღმერთთან ვერ ნახა კავშირი, გურუს მეშვეობით ის მიაღწევს თავის წარმოდგენებში სრულყოფას. ეს რა თქმა უნდა დამღუპელია, სწორედ ამაზე მოგახსენეთ, უმეც არ იყვნენ იგივე სიმართლესა მესხმთისა და თვისა სიმართლესა ეძიებდნენ დამტკიცებად. ეს წარმართობა, უღმერთობა ფაქტიურად და ადამიანისთვის ბოძებულ, ღვთისაგან ბოძებულ თავისუფალ ნებას პიროვნება უთმობს არა ღმერთს, როგორც ეს მამაო ჩვენოში ემოცემული, არამედ გურუს, რომელიც ასევე ცოდვილი ადამიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური ის გახლავთ, რომ ეს არის აშკარა დემონური ინსპირირების გამოვლენა. აქ იბრძანებს ფსალმუნი ღმერთნი წარმართნანი ეშმაკ არიან. Mama ბიძინა, აი ძალიან ბევრი სექტა არსებობს, ვთქვით კიდეც ზოგი საკმაოდ მძლავრია, ზოგიც არც ისე მძლავრია, თუმცა ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის ორივე ერთნაირად შესაძლოა იყოს საშიში, ხო? აი როგორ უნდა ვებრძოლოთ, რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ მათ, რომ ვთქვათ ჩვენც არ ჩავუვარდეთ ცოდვაში. პირველ სკოლისა ყველაზე ნაცადი ხერხი და ქრისტიანობის მართლმადიდებლობის მისაღები ეს არის მათი მხილება. მხილება იმის შესახებ, რომ ისინი იყნობიან თავიანთ წარმოდგენებს, ცრუ შეხედულებებს და უმეტესად დემონურ გამოცდილებას. და შორს არიან წმინდა წერილისაგან, შორს არიან ეკლესიური საიდუმლოებისაგან. ერთი მაგალითი. გურუიზმში, ისე როგორც ზოგადად სექტანტიზმში არის დაფარული ინფორმაციები, რაც რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლობისაგან. თქვენ იცით, რომ ყველა საიდუმლო მართლმადიდებლობაში გახსნილია. 7 საიდუმლო და ასე შემდეგ და თანაზიარი ხდება ადამიანი ამ საიდუმლოების მეშვეობით ადამიანთან ხსნის საფრთხო განგებულებისა. და აი გურუიზმში იმის დამიხედვით თუ იერარქიის რა საფეხურზე იმყოფება, აცნობენ მას რაღაც საიდუმლო დოქტრინებს. ჭალები რომ მოხსნათ ყოველი ამას შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საფეხურები დემონურ სამყაროში ინტეგრირებისა და დემონთან ურთიერთობისა.
აღნიშნული გარემოება ისახება კიდე რაში, რომ ნიველირება ხდება ყოველივე ტრადიციულის. მე ვიტყოდი, რომ ტრადიციულ რელიგიებს ზოგადად სექტანტობასთან მიმართებით ერთი პრობლემა აქვს, ისინი მათ ნიველირებისაკენ, ეს იქნება კულტურული თუ სოციალური, ეს იქნება რელიგიური, აი ამ მიმართულებით მედიან, რაც საბოლოოდ დემონიზმის მდგომარეობაში აყენებს პიროვნებას. მამობიძინა, აი ეს მძიმე სოციალური ფონი, რაც თქვათ, დღეს არსებობს, ჩვენ გვაინტერესებს ბუნებრივია ჩვენი ქვეყანა და სხვას არ ვეხებით ამ შემთხვევაში. თქვათ, აი დაბალი ინტერესებისადმი მიდგომა და დამოკიდებულება, რაღაცა ფასეულობებზე უარის თქმა და უგულებელყოფა, რამდენად უწყობს ხელს ადამიანებს ჩაებან აი ამ სექტებში, რამე თუ ჩვენ ვიცით, რომ ისინი სხვადასხვა ასე ვთქვათ მატერიალურ კეთილდღეობას სთავაზობენ ადამიანებს და ასეთი ძალიან ბევრი მაგალითია, რომ სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანები ერთვებიან აი ამ სექტაში, სწორედ ეს არის. დიახ, ეს ერთ-ერთი სატყვა არა გახლავთ, რის მეშვეობითაც სექტანტები ცდილობენ, დაუშვათ ეს კრიშნაიტები იქნებიან, მონისტები იქნებიან თუ და ასე შემდეგ, ცდილობენ ზეგავლენა მოახდინო ადამიანის ცნობიერებაზე. ესეთი მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო. როდესაც ბავშვი ოჯახური გარემოს მიღმა იზრდება, უდედმამოდ, ის ძალიან დიდ პრობლემებს აწყდება. თუ საზოგადოებაში მათი დროული ინტეგრაცია არ მოხდა, ეს პიროვნება დამახინჯებული დარჩება. და მე პარალელები და გავ ადამიანი ჭეშმარიტი ღმერთის ეკლესიის წიაღის გარეშე თუ ვითარდება, მას პრობლემები ყოველთვის აქვს. ამიტომ არის, რომ ასეთ სატყუარაზე იოლად ეგება. არის ასევე ეს ნაყოფი გლობალიზაციისაც. რატო? ფსევდოკულტურა, ფსევდოურთიერთობები, ფსევდოფილოსოფიური ესე იგი სწავლებები, დიახ, ძალიან არის მოძალებული და თუ ადამიანი ოდენ საკუთარ პიროვნულ მსჯელობას დაეყრდნობა, იგი აუცილებლად აცდება მიზანს. ვინ მართავს მათ მამობიძინა და რა არის მათი მიზანი? შეიძლება ესეთი კითხვაა, მაგრამ დიახ, მიზანი მართლმადიდებლობისათვის გასაგებია, თუმცა ის გარეგნულად შეიძლება იყოს შეფუთული მრავალი კეთილდღეობით თუ რაღაც გამოხატული ფაქტორებით. მიზანი არის ერთი, რომ ეშმაკი კვლავ განაგზობს ბრძოლას და ცდილობს, რომ ეკლესიის წიაღს ღმერთის ცნებებს მოწყვიტოს ადამიანები სხვადასხვა ხერხით და ამას დღესდღეობით ახერხებს ძალიან წარმატებულად. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ უნდა რა გარემოში უნდა აღიზარდონ ადამიანები. სიტყვა თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და არა თუ პიროვნებას თავისუფლებას ანიჭებს საზოგადოება, ის თავისუფლება შეიძლება რეალიზება მოხდეს საზოგადოებაში და მონიჭებულია ღვთისაგან. მაგალითად, თავისუფალი არჩევანი არ გააჩნია ცხოველს. ამიტომაც არის, რომ ცხოველს არ მოეთხოვება კეთილი თუ ბოროტის საქციელის შესახებ პასუხის გება. არ ვამბობთ, რომ ესა თუ ის ცხოველი მაგალითად ძროხა უზრდელი არ შეიძლება ძროხა იყოს უზრდელი, რომ მას არ აქვს თავისუფალი ნება. და სწორედ თავისუფალი ნების რეალიზება ღვთის წიაღში უნდა მოხდეს და მრავალი სატყუარას მეშვეობით ადამიანები ცდებიან ამ ჭეშმარიტების გზას. ამიტომაც ბრძანებს სახარებაში უფალი, ვისაც ვუყვარდენ მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, შემდეგ კვლავ აგზელებს და ვისაც მე არა ვუყვარდეს, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს. ამიტომ ჩვენ უნდა აღვიჭუროთ ორი აღთქმის ძველი და ახალი აღთქმის სიბრძნით და დედა ეკლესიის წიაღში თიცნებებით გოლგოთის მაცხონებელ გზას უნდა შევდგეთ. მამობიძინა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდეს თავის ვრცელ სტატიაში, რომელიც სექტანტობაზე აქვს მიძღვნილი, ასეთი სიტყვები აქვს და თქვენს ნებართვით მინდა ამოვიკითხო. სექტანტობა შეუთავსებელია ქართულ ცნობიერებასთან, უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია. შემთხვევითი როდია, რომ მის გავრცელებას დიდად უწყობდა ხელს კომუნისტური ხელისუფლება. დღესაც იგი მთავარი იარაღია ჭეშმარიტ სარწმუნოებას თან ბრძოლაში. რამდენად ძლიერი იარაღია და რას გვეტყვით? დიახ, კომუნისტების დროს სექტანტური დამოკიდებულება იყო თუნდაც ლენინიზმის მიმართ. ეს ჩვეულებრივი სექტა პოლიტიკური ელფერით შეფერილი და სამწუხარო რომ დღესაც წითელ მოედანზე მისი საკერპოა იქ და ის ესე იგი
ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. ეს ცნობიერება ძლიერად მოქმედებს ადამიანებზე. და ეხლა კომუნისტების პერიოდში უღმრთოობის დროს მე პიროვნებებს არ ხოლმე ზოგადად ვამბობ იმ ალბათ სახსენებელ დროს გაუცხოება იყო საშინელი ეკლესიისადმი, ღვთიური ჭეშმარიტებებისადმი და იოლად პოულობდა გასაქანს სექტანტური ლიტერატურა. მე ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძნელად მოიძიებდა ადამიანი ბიბლიას, მაგრამ ძალიან იოლად ხელნაწერების სახით მრავალ სექტანტურ ლიტერატურას ეს შეიძლება ყოფილიყო მაგალითად ქირომანტიაც, ასტროლოგიაც, უამრავი ბეჭდურის სახით და ძალიან ძნელად ჭეშმარიტ ლიტერატურას. და ეს გარემოება გარკვეულწილად აპროვოცირებდა იმას, რომ სექტანტობა გაძლიერებული იყო. და ეს მე-20 საუკუნიდან ძალიან აშკარად იქნა წარმოჩენილი და ეს არის სწორედ შედეგი უღმრთოობისა. მოიშალა ყოველნაირი ბარიერი, მოიშალა სწავლება. ღმერთს აღიარებენ, ვითარცა უწყიან, ხოლო საქმით განშორებულ არიან, ბრძანებს უფალი მოციქულის პირით და სწორედ მე-20 საუკუნეში განსაკუთრებული სიმძლავრით, ესე იგი, იფეთქა ყოველივე ამან და მომზადდა ეს. დღესაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველანაირი პირობა ადამიანი ჭეშმარიტებას ეზიაროს, გლობალიზაცია, რომლის შეჩერება შეუძლებელია, იძლევა ნუყირნიადაკს, როგორც გითხარით, ამ სხვა თავისუფლების ნიღბით სხვადასხვა რელიგიური, სექტანტური ესე იგი მოძღვრების გავრცელებას. აქ კვლავ მნიშვნელოვანი საკითხი შევეხები, რომ თავისუფალი ნება და რელიგიური აღსარებელობა, რა თქმა უნდა, პიროვნება შეუძლია აერჩიოს, მაგრამ მან უნდა განსაზღვროს რა არის ამოსავალი წერტილი ამ ცხოვრებაში. ეს ქრისტიანობაში მართლმადიდებლობაში განსაზღვრულია. ეძიებდით პირველად სასუფეველო საღმრთისასა და სიმართლესა მისა და ყოველი ეგე შეგეძინოთ თქვენ. და სექტანტობაში არის გურუში, როგორც გითხარით, თუ ღმერთთან გაქვს კონფლიქტი, მიდი გურუსთან და თუ გურუსთან ექნება კონფლიქტი, მაშინ აღარაფერი გეშველება. აი როგორი რადიკალურად განსხვავება. აი აღარაფერი გეშველება. რამდენად ძიმესენია მამაობიძინა, ანუ რისი კითხვა მინდა იცით? რამდენად რჩებათ შემდგომ უკვე ადამიანებს იმის შესაძლებლობა, ხო შეიძლება აქაც მოხდეს და ალბათ არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ გაუნათდეს ადამიანის გონება და მიხვდეს რომ რაღაცა იმ მართლა დემონურ საფეხურებზე არის დამდგარი, რაც თქვენზეანაც წერან. თავის დაღწევის შესაძლებლობა და საშუალება აქვთ თუ არა? აქვთ, როგორ არა აქვთ, იცით, ღვთისნება უნდა გამოიძიონ თუ არა და უფალი ყოველთვის იყენებს მეთოდს. ეს 31 ფსალმუნში არის წარმოჩენილი. ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწვნი მათნი, რომელნი შენ არ მოგიახსნან. უწინარეს ამისა წერია, ნუიყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თან არ არის გულისხმა. ადამიანს მრავალი განსასწრელი შემთხვევა ეს უნდა დაფიქრდეს, ეს უნდა მიხვდეს თუ რაშია საქმე. როდესაც პიროვნება ცდილობს, რომ შვება იგზნოს გურუში, ის აუცილებლად ცდება. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ფსალმუნიდანაც, რომ არ უნდა ვესავდეთ პიროვნებას, არამედ უნდა ვესავდეთ უფალს. და ხშირად სექტანტებს ახასიათებთ ვიწრო ხედვა მოვლენებისა. ისინი მხოლოდ სექტანტურ ლიტერატურას ეცნობიან, როდესაც ჩვენ ვეკითხებით, თუ გაქვთ წაკითხული რაიმე მართლმადიდებლური სფეროდან, აღმოჩნდება, რომ არაფერი, არც უწყიან წმინდა წერილის შესახებ, არც მათი განმარტებლების შესახებ, არც აინტერესებთ. ხშირად თვით დაჯერებულნი არიან. ამიტომაც ბრძანებს 31 ფსალმუნი, ნუიყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არ არის გულისხმა. კეთილი და ალბათ ძალიან მოკლედ მამაობიძინა ჩვენ ვაჭარბებთ დროს რას გვასწავლიან წმინდა მამაობიძე ზოგადად როგორია მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება და მიდგომა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ადამიანებს თქვა სექტანტებთან მწვალებლებთან. მე კოლოსელთა მიმართ ეპისტოლიდან ერთ ციტატას წავიკითხავ. ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყენელ თქვენ და სიბრძნის მოყვარეობითა და ცუდითა საცთურითა მოძღვრებისა მისებრ კაცთაისა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ. აქ უკვე ნათლა წარმოჩინდა თუ საით უნდა იყოს ადამიანის ცნობიერების ვექტორი მიმართული, თუ რა ღირებულებები რა ფასეულობებს უნდა, ესე იგი, მიახლოს მისი ცნობიერება, როგორ განარჩიოს ნათელი ბნელისაგან, როგორ აირჩიოს უზენაესი მიზანი თავის ცხოვრებისა. ჩვენი ცხოვრების მიზანი ისე რომ ჭამცვათ და კარგი აგარაკი გქონდეს და გქონდეს ცხოვრება. არამედ თავარი მიზანი არის ის, რომ ვუარყოთ თავი თვისი, ავიღოთ ჯვარი უფლისა და შეუდგეთ მას.
ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შევახსენოთ ჩვენ ერთგულ ტელემაყურებელს, ჩვენ საუბრობდით სექტანტობის შესახებ. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. 20 შემდეგ